ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალი წიგნები შეიძინეს. ლიტერატურა, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას და მათ შორის წიგნებიც, რომლებიც თავად მკითხველებმა აირჩიეს. 91 დასახელების წიგნი, ცნობილი და ახალი ავტორების შემოქმედებიდან ცენტრალურ და სოფლების ბიბლიოთეკათა ფონდებში განთავსდება მკითხველს კი შეუძლია ისარგებლოს გატანის სერვისით, ან უბრალოდ ბიბლიოთეკის სამკითხველო სივრცეში მოთავსდეს, სადაც საამისოდ მშვიდი გარემოა. ცენტრალური ბიბლიოთეკის ბიუჯეტში გვიდევს ყოველწლიურად თანხის გარკვეული რაოდენობა, სადღაც დაახლოებით 8800 ლარი და ახალი წიგნების შესაძენად. და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ პირველ წლის პირველ ნახევარში შევიძინოთ, იმიტომ რომ მე უკვე ტირაჟები აღარ არის ხოლმე და ამიტომ ადრიანად ვიზრუნეთ ერთი სიტყვით ამ საკითხის მოსაგვარებლად, გავაკეთეთ კატალოგები, რომელი წიგნი გვესაჭიროებოდა და თვითონ გამომცემლობებიდან ფასდაკლებით შემოვიტანეთ წიგნები. 91 დასახელების წიგნია. წიგნების გარკვეული კატეგორია არის ყველა ბიბლიოთეკისთვის, ანუ 17 ბიბლიოთეკა გვაქვს ჩვენ მუნიციპალიტეტში, ყველა ბიბლიოთეკისთვის და გარკვეული კატეგორია წიგნების არის 1-2 ეგზემპლიარი შემოტანილი, ანუ მკითხველების მოთხოვნილების მიხედვით. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შენაძენი არის ბიბლიოთეკისთვის, განსაკუთრებულად სოფლის ბიბლიოთეკებისთვის, იმიტომ რომ იქ ძალიან ძველი წიგნები გვაქვს ძირითადად მაინც და ვცდილობთ, რომ ეს წიგნადი ფონდი როგორმე ამოვცვალოთ და მეტი თანხა თუ გვექნება, რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ რა საშუალებაც გვაქვს ჯერჯერობით ახალი წიგნები შემოვიტანოთ, განსაკუთრებულად ამას ვცდილობთ. ახალი წიგნები და რაც მთავარია, კლასიკოსები და რომელიც ჩვენ უკვე მოძველებულია, რომელიცაც მკითხველს ვეღარ გაატანა, ესეთი წიგნები არის მაგალითად გელაშვილის დედის ოთახი, ნაირა გელაშვილის. თავის დროზე როცა გამოვიდა, დიდი მკითხველები ყავდა და ბევრი მკითხველები ყავდა, იმიტომ რომ საინტერესო წიგნია. ასევე არის დოჩანაშვილის სამოსელი პირველი, ამირეჯიბის დათა თუთაშხი კითხულობენ და არ გქონდა და ეხლა მოგვივიდა 2 წიგნად არის გამოცემული. ასევე არის დოსტოევსკის ეშმაკნი. უკვე იშვიათობა ჩვენთან რუსული და ნათარგმნი წიგნები დიდი ხანი არ მოსულა და საკმაოდ კლასიკოსების წიგნებია, ძირითადად ეს მინდა გითხრათ, კლასიკოსების წიგნები, რომელზეც უკვე დიდი მოთხოვნა იყო ადრეც. და ეხლა ძალიან კარგია, იმიტომ რომ მიქნებ შემოbrunდეს მკითხველები, ვინც იცის, ახალგაზრდებმა არ იციან ესენი. და ვინც იცის, იქნებ მოვიდეს და გაიხსენონ ძველი სიამოვნება მიიღონ. ასევე მივიღეთ თემურ ბაბლუანის ჩვენი ქართველის მზემთვარე და პურისყანა. ძალიან საინტერესო საკითხავი წიგნია. გადამწვარი ხიდები, ეს უკვე ნათარგმნი წიგნია და კლასგარიჯის საკითხავია. ბევრი სათავგადასავლო წიგნები ბავშვებისთვისაც ძალიან კარგი საკითხავი წიგნებია. მართალი უცხოური ახალგაზრდა ავტორები, ახალგაზრდა მწერლები, რომლებიც ჩვენ არ ვიცოდით და ეხლა უკვე ფართო ასპარეზი აქვს დათმობილი და ძირითადად მაგათი ნაწარმოებებია, ყველა საინტერესოა.